ჩემ ოჯახში მე მგონია რომ ეგ შეცდომა იყო ჩემთან მიმართებაში რომ აი რაღაცა თამასა დადეს რომ მარია კალასი კი არ მთხოვდნენ ამას მაგრამ ეს ფრაზები მაინც რაღაცნაირად ამ სტერეოტიპს გიჩენს და მე რაღაც ასაკში მივხვდი რომ აი და რო არ ვიყო მარია კალასი და რო უბრალოდ მართლა ჩემი ჭია გავიხარო და შვილიც არ დავკარგო და ისიც არ დავტრავმო და მეც შევირგო ეს პროფესია აი რა ვიცი რა მოხდა დარწმუნებული რომ გაცილებით ბედნიერი ცხოვრება გექნება ვიდრე მარია კალას მიუხედავად იმისა რაც მან ჯვარი მწერი ხო არა ისე ნამდვილად ძალიან ტრაგიკული იყო ეს ქალი მიუხედავად ყოველთვის ჩემ შვილზეც ახლა იცით როგორი დამოკიდებულება მაქვს აი მის ყველაზე ძვირფას შვილს გეფიცებით აი სულ რო იყოს მეწაღე არ ვიცი რაღაცა ხელობის აი თუ ეს თვითონ ეს ადამიანი იქნება რეალიზებული თავის თავთან კომფორტში იქნება და კვაყოფილი აი მგონია რომ მაგაზე დიდი მიღწევა ჩემთვის არაფერი არ იქნება რა და ამიტომ რა ვიცი ვისთვის რა არის კიდე წარმატება ეგეც ცალკე თემა ხო მახსოვს ლენონის ფრაზა რომ ბავშვობაში მასწავლიდნენ რომ ყოფილიყავი ბედნიერიო და ეს იყო მთავარი ჩემი ცხოვრების ამოცანა გადაცემის სპონსორია ფინო როცა სახლში სიმყუდროვეა